აგროთანადაფინანსების ახალმა მოდელმა სოფლის მეურნეობაში შესაძლოა საინვესტიციო აქტივობა შეანელოს. ამის შესახებ გალტენდაკარტის კვლევაშია საუბარი. ორგანიზაციის შეფასებით სრულება გრძელვადიერად პოზიტიურია, გაზრდის პროექტების ხარისხს, სექტორის კორპორატიზაციას და სახელმწიფო რესურსების მიზნობრივ გამოყენებას, თუმცა გრანტის ვალდებულებების შესრულების შემდეგ ჩარიცხვამ და აგროკრედიტის სუბსიდიის შემცირებამ შესაძლოა შეანელოს საინვესტიციო აქტივობა, განსაკუთრებით მცირე და საშუალო პროექტებში. ხელმისაწვდომობის შემცირებაზე საუბრობენ სექტორის წარმომადგენლებიც. მათი შეფასებით ახალი მოდელი სერიოზულ ბარიერს უქმნის მათ, ვისაც პროექტის დასაწყებად საკუთარი კაპიტალი არ გააჩნია. სოფლის განვითარების სააგენტოში ახალი მოდელით განაცხადების მიღება უკვე მიმდინარეობს, როგორია აქტივობა და რა მოლოდინებია სექტორში. ეკა გაზდელიანი შემოგვერთდება დეტალებით პირდაპირ ეთერში. ეკა გისმენთ. მოგესალმები ელენე, გალტენდაკარტის შეფასებით აგროთანადაფინანსების ახალი მოდელის პირობებში აგროსექტორში ინვესტიციების შემცირდება, ვინაიდან მოქმედი მოდელის ფარგლებში ინვესტორს პროექტის დაფინანსება თვითონ უწევს და გრანტი მხოლოდ ვალდებულებების შესრულების აუდიტის და ადგილზე კონტროლის შემდეგ ირიცხება, ამისთვის კი 24 თვიანი პერიოდი აღებულია. ამასთან გამოწვევად სახელდება ისიც, რომ აგროკრედიტის პროცენტის სუბსიდია შემცირდა და ნაცვლად 11%-ისა, რაცაც ეს ძველი მოდელი ითვალისწინებდა, სების რეფინანსირების განაკვეთზე ჩამოვიდა, რაც ამ ეტაპზე 8.25%-ია, ხოლო პერიოდი 48 თვიდან 36 თვემდე შემცირდა. ამ ყოველივემ შესაძლოა ინვესტიციაზე უკუგება შეამციროს, როგორც გალტენდაკარტი ამბობს, განსაკუთრებით დაბალი საწყისი კაპიტალის შემთხვევაში, რამაც საბოლოო ჯამში შესაძლოა ჯამური საინვესტიციო აქტივობა შეანელოს. აქტივობის შენელებაზე საუბრობენ სპეციალისტებიც, ფერმერთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ არსებობს აწენა სურათსა და პროგრამის მოთხოვნებს შორის. ახალი მოდელი აქცენტს აკეთებს ინტენსიურ სოფლის მეურნეობაზე და ფორმალიზებულ აგრობიზნესებზე და როგორც ასოციაციაში განმარტავენ, ფერმერთა 90%-ზე მეტი, რომელიც ექსტენსიურ მეურნეობას ეწევა, პროგრამების მიღმა რჩება, შესაბამისად ბენეფიციართა რაოდენობა სავარაუდოდ საგრძნობლად შემცირდება. ძალიან მცირე რაოდენობის ბენეფიციარებს ექნება შესაძლებლობა, რომ დააკმაყოფილონ ის პირობები, რაც დაწესებული აქვს პროგრამას. ხო, მოგესალმებით, რომ პროგრამა დაფინანსებას იძლევა მხოლოდ შესრულებული პროექტის შემდეგ, აუდიტის დასვენის შემდეგ, რომელიც შეიძლება იყოს პროექტის დაწყებიდან 2 წლის შემდეგ. ამიტომ ასეთ განცხადებელში ირდება ფინანსები, რომელიც ან ბანკიდან და იყოს, ან დანაზოგიდან, ან სხვა სახსრებიდან, სხვა შესაძლებლობებიდან მიდიოს, თუმცა ძირითადად მაინც ბანკია ამ ქვეყანაში, სადაც მსგავსი რესურსების მოძიება ხდება, ამიტომ საჭირო იქნება ბანკიც დაარწმუნოს, რომ ის მიიღებს ამ თანადაფინანსებას პოსტფაქტუმ 2 წლის მერე და შესაბამისად გარანტიაც უნდა ჰქონდეს, ხო, რომ ჩავდეს შესაბამისი გირაო. ინვესტიციების შემცირებასა და ხელმისაწვდომობის ბარიერებზე საუბრობენ ფერმერებიც, მათი შეფასებით მიუხედავად იმისა, რომ ახალი მოდელი ეფექტურია ფინანსური დარღვევების პრევენციისთვის, ის სერიოზულ ბარიერს უქმნის მათ, ვისაც პროექტის დასაწყებად საკუთარი კაპიტალი არ გააჩნია. მაგალითად, ფერმერი ბექა გონაშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ძველი მოდელით სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსება და საბანკო სესხის აღება ერთდროულად იყო შესაძლებელი, რაც ინვესტორს საქმის დაწყებას უადვილებდა. ახალი წესით კი ფერმერმა ჯერ სრულად უნდა განახორციელოს პროექტი და მხოლოდ ამის შემდეგ აუნაზღაურებს სახელმწიფო ხარჯის 50%-ს, შედეგად კი ამ მოდელით მიკრობიზნესისთვის აგროპროექტებზე ხელმისაწვდომობა პრაქტიკულად იზღუდება და ის მომხიბვლელი იქნება მხოლოდ იმ ინვესტორებისთვის, რომელთაც თავისუფალი კაპიტალი უკვე გააჩნიათ. ამასთან, მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერა დარგის გადასარჩენად მისი შეფასებით საკმარისი არ არის და აუცილებელია ცოდნის ამაღლებაც და საჭიროა დაფინანსება ცოდნის დადასტურებასაც მიებას. ის ფასი, რაც საქართველოში რძე ღირს, არსად მსოფლიოში არ ღირს, მაგრამ ჩვენთან ფერმერები მაინც იხურება, იმიტომ რომ მათ არ აქვთ ცოდნა, არ ყავთ სპეციალისტები, ვერ მუშაობენ სწორად, თავიდან დაგეგმარების პერიოდში არის არასწორად არის დაგეგმილი და აქედან გამომდინარე დღეს არის პრობლემები. აი ეს არის ჩემი აზრით ყველაზე მთავარი, რაც ამ იაფი აგროკრედიტმას და სხვა პროგრამას, რა თქმა უნდა, უფრო მეტად უნდა გავითვალისწინოთ. თუ ის ფერმერია, რომელსაც მურთაკაში ფული აქვს, მისთვის არის ძალიან კარგი პროექტი, მაგრამ ვინც ამას ყოველ და ძირითადად ბოლო წლებში ყველაფერი საბანკო სექტორიდან გამომდინარე ვითარდებოდა, აი მგონია, რომ ასე ვთქვათ, დაიკლებს მიმართვიანობა, იმიტომ რომ ამ პროექტს არ აქვს, ესე ვთქვათ, მიმზიდველობა
არა სასოფლო სამეურნეო ინვესტორისთვის, არა ფერმერი ინვესტორისთვის. ზოგიერთი ფერმერისთვის შემარფერხებელი არის გარემოება, რომელიც მოიაზრებს ფერმერის მხრიდან თანხის სრულიად დახარჯვას და შემდგომ უკვე სახელმწიფოს მხრიდან 50%-იან თანადაფინანსებას და ანაზღაურებას. ასევე გარკვეულწილად შეიძლება მოვიაზროთ ის ფაქტიც, რომ პატარა და მცირე წარმოების ფერმერებზე ნაკლები გათვლა არის, თუმცა ხვდებით რა არის აღნიშნული პროექტის მთავარი მიზანი და აქედან გამომდინარე ხვდებით რომ აღნიშნული პროექტი მორგებულია უფრო მეტად გაკომერციულებას, ფერმერული მეურნეობების გაფართოებას ან უფრო მეტად მაღალპროდუქტიული და დიდი წარმოების დაწყებას. აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა 1 ივლის ამოქმედა განახლებული პროგრამა სახელმწიფო თანადაფინანსებას ერთიან ჩარჩოში აქცევს და ამავე დროს ამკაცრებს პროექტების შესრულების, მონიტორინგის და აუდიტის, ასევე აღრიცხვის მოთხოვნებს. განაცხადების მიღება სოფლის განვითარების აგენტოში უკვე მიმდინარეობს. შეჯიბრებით უცნობია, რამდენი განაცხადია შესული დაფინანსების მოსაპოვებლად. უფრო ცუდად ამ საკითხზე 19 საათიან გამოშვებაში კი ამბობთ. მადლობა იკა გაზდელიანი საუბრობდა პირდაპირ ეთერში.